დღეს ვისაც ხვდები, არიან ცოლ-ქმარი, რომელებიც გავიცანი, მოდის კვირეული რო იყო შარშან, Dolce & Gabbana-ს მაღაზიაში. აქვთ ოქროს და ბრილიანტების ბიზნესი, მოკლედ, რაც მე ვიცი, უდიდესად დიდი თანხის პატრონები არიან, უდიდესად და არ ვიცი, ყველგან ცხოვრობენ, ყველგან სახლი აქვთ, ამერიკაში, მექსიკაში, მილანში, მონაკოში, კანში, არ ვიცი, ყველგან. და დაახლოებით 2 თვის წინ დამიკავშირდნენ, ამდენ ხნის განმავლობაში მივუყვებით ერთმანეთს ინსტაგრამზე და მითხრეს, რომ უნდათ რომ თამოსკინის ფილიალი გაიხსნათ მაიამიშიც, ამერიკაშიც, ანუ მეოთხე მილანში მეტი მაღაზიას უკვე ვარ რემონტებ. და იყო დისტრიბუცია. მე ვიფიქრე, რომ რატომაც არა, ეხლა დისტრიბუცია ძალიან კარგია, შენ სახელით კეთდება, ფულს იღებ და ძალიან კარგია, რატომაც არა, ხო, იდეალური ვარიანტია, ძალიან გამიხარდა. მაგრამ მე რაღაცა პრობლემები მოხდა. ის მოხდა, რომ რაღაც თანხებთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით. პირველ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ მოუნდათ, როცა მე დისტრიბუციის თემა მომეწონა რეალურად, მაგრამ მე მოუნდათ, რომ გავხდეთ პარტნიორებიო. პარტნიორობაზე სწორედ გამიგე, პარტნიორი ამჭირდება არავინ ჩემ კომპანიაში პარტნიორი თამოსკინში არ მეყოლება. არ არსებულია. თან გააჩნია ახლა ხო, ანუ მე დავფიქრდი, რომ თამო მოდი იფიქრე ბიზნესურად, ანუ სანამ გაწყობებს მივიღებდი, რომ არ არსებობს, მიღე გადაწყვეტილება ის, რომ იქნებ რას გთავაზობს, ხო? მე ისე მოხდა, რომ მოუკვდათ ძაღლი და ამის დეპრესიაში იყვნენ, გაქრნენ, ეხლა დამიკავშირდნენ ერთი კვირის წინ, მკითხეს ბიუნისე რაღაცეები, ეგონათ ჩემი იყოს, ეს არ არის მეთქი პარტნიორი ქვეყანა ვარ მეთქი საქართველოში და მოკლედ, ჩვენ ვართო მილანშიო, მე ვიმხროთ კანში და მონაკოშიო და რომ ჩამოხვიდეო, ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთო, ორგანიზირებასო, ვაიმე რატოა ეს? ხა თქვენ ხომ იცნობთ მე როგორი ხასიათი მაქვს, მიყვარს რისკი, თუ ეს ღირს რომ გავრისკო, თუ ეს ჩემ კომპანიას ეხება და წინ წაწევს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეგეც იცოდეთ, რომ ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ როდესაც შენი კომპანიაო იმ თანხამდე მივაო, არ გაყიდიო? და არა მეთქი. შეიძლება ვიღაცა მითხრათ თქვენ, რომ არიციო ბიზნესიო და გეთანხმებით ვსწავლობ. მე არც არაფერ დამთავრებია ბიზნესთან დაკავშირებით საერთოდ და ყველაფერს ახლა თქვენთან ერთად ვსწავლობ, თქვენთან ერთად უშვებ შეცდომებს და თქვენთან ერთად ვსწავლობ, თქვენთან ერთად ვითარდები და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, არ ვიცი, ერთად ვიზრდებით, ასე რომ ვთქვათ. ვერ გავყიდი. ეს კომპანია ფულის შემოტანი მარტო არ არის. ეს მე მიყვარს. ამაში მთელ გულს, სულს, აი ბავშვ როგორც ვზრდი მაქსიმეს და სოფიას, ასე ვდებ. და რაც მე მიყვარს, ამას ვერავის ვერ მივცემ. არ შემიძლია.